დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში რა შეფასებას მისცემს საერთაშორისო საზოგადოება 2012 წლის 1 ოქტომბერს 14 საათსა და 30 წუთზე ქორთიარდ მარიოტში პრესკონფერენცია იწყება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას გააკეთებს. მათ შორის იქნება რამდენიმე ორგანიზაციიდან ეუთოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ინსტიტუტის წარმომადგენლები, აგრეთვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. განცხადებას ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტონინო პიცულა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ასენ აგოვი, ასევე ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი მილან კარნოვი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი გააკეთებენ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია სულ 401 დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი. პირველი რეაქციები ამერიკიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უკვე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ჰილარი კლინტონის პრეს-სპიკერ ვიქტორია ნულანდის თქმით, არჩევნების დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ველოდებით დემოკრატიულ, თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, აცხადებს ნულანდი და იქვე ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოში დამკვირვებელთა ძლიერი მისია გაგზავნა. იმის გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების დათვლის პროცესი ჯერ ისევ არ დაუსრულებია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვრცელი კომენტარის გაკეთებას უფრო მოგვიანებით აპირებს.